მეგობრებო სალამი, გიბრუნდებათ მეთოდი, გიბრუნდებათ თქვენს ეკრანებზე, ტელევიზორებზე თუ სმარტფონებზე, თუ ლეპტოპებზე, მართალია ჯუნგლების ატმოსფეროში ვარ, ცოტა მცენარეებში ვარ, მაგრამ დღეს არც ტარზანზე და არც ეის ვენტურაზე არ უნდა გელაპარაკოთ. დღეს უნდა გელაპარაკოთ ჯოშ სეფტის ბოლო ფილმზე, სახელად მარტი სუპრიმი, სადაც თავარ როლს თამაშობს ტიმოტი შალამე. ამ ფილმმა მიიღო 8 ნომინაცია ოსკარზე, ყველა მთავარ ნომინაციაში, თითქმის ყველა მთავარ ნომინაციაში მონაწილეობს და რა თქმა უნდა საუკეთესო სურათის პრეტენდენტია, ტიმოტი შალამე არის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს პრეტენდენტი და რატომაც არა განვიხილოთ ეს მართლაც რომ მშვენიერი ფილმი, რომელთაც ძალიან ვისიამოვნე და სხვა შორის კინოთეატრში ვუყურე და არა სახლში, იმიტომ რომ სახლში კარგ ხარისხში არ იყო და კინოთეატრში ვუყურე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, განსაკუთრებით დიდ ეკრანზე ყურებით, მიუხედავად იმისა, რომ მე დიდი ეკრანის მოტრფიალე არ გახლავართ. სანამ გადავალთ მარტი სუპრიმის ანალიზი, ამ ვიდეოში გვექნება სრული რამდენსაც შეუძლებ იმდენი განხილვა ამ ფილმის. სანამ გადავალთ საქმეზე, თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ, გამოიწეროთ არხი, დააკომენტაროთ და ისიამოვნოთ შემდეგი 20, 30, 40 წუთით არ ვიცი წინასწარ რამდენხნიანი ვიდეო იქნება. გადავიდეთ საქმეზე მოკლედ. მარტი სუპრიმი არის ძმების საფდიებიდან ერთ-ერთი ძმის ჯოშის ფილმი, როგორც მოგეხსენებათ ეს ძალიან ცნობილი დუეტი გაიყო, მათ ერთად გადაიღეს სამი ფილმი პრინციპში, God Forgive Us, Good Time, Uncut Gems და მერე რაღაც მიზეზის გამო დაიშალეს, არის ჭორი რომ ეს მოხდა, იმიტომ რომ Good Time-ში არის ერთი ამოჭრილი სცენა, სადაც არასწლოვანი გოგო ჩანს და სექსუალური სცენაა, მოკლედ ცენზურა დარღვეულია და გოგო არასრულწლოვანია და რის გამო პრობლემები შეიძლებოდა შექმნოდათ მერე და ამიტომ გაიყვესო, არის ასეთი ჭორი, თუმცა ჩემი გადაცემა ეგეთ რაღაცებს არ ეწონება ხოლმე, ამიტომ დეტალებში არ შევალ, არ მაინტერესებს ეგეთ რაღაცები და გაიყვეს, აღარ არიან ერთად. ბენი საფტიმ გადაიღო ფილმი Smashing Machine, რომელიც შარშან გამოვიდა მთავარ როლში დუეინ ჯონსონი და ჯოშ სეფტიმ გადაიღო მარტი სუპრიმი, რომლის მთავარ როლშიც არის ტიმოტი შალამე. რა თქმა უნდა, Smashing Machine ახლოსაც არ არის მარტი სუპრიმთან, ორივე სპორტული ფილმია, სხვა შორის ორივე სპორტზეა. მაგრამ ერთი MMA-ზე, მეორე მაგიდის ტენისზე, პინგ-პონგზე და Smashing Machine უბრალოდ ახლოსაც ვერ მივა მარტი სუპრიმთან, ვერც დაფასებით, ვერც უბრალოდ მხატვრული ღირებულებით ვერანაირად და ძალიან მოსაწყენი ფილმია ამასთან შედარებით, მარტი სუპრიმთან შედარებით. და რაზე მოგვიყვება მარტი სუპრიმი, რაზე არის ეს ფილმი? ეს ფილმი არის ბიჭზე, სახელად მარტი მაუზერი, რომელიც ფეხსაცმლების გამყიდველია, მას არ სურს სულ ფეხსაცმლების გამყიდველი იყოს. და რაღაც მომენტში მისი უფროს შესთავაზებს მენეჯერობას მას. ეტყვის რომ შენ დღეიდან ამ მაღაზიის მენეჯერი უნდა გახდეო და მარტი ეტყვის რომ არა ძმაო, მე ეგმები არ მაქვს, მე ახლა უნდა წავიდე ბრიტანეთშიო. იქ უნდა გავიმარჯვო პინგ-პონგის ტურნირშიო, ამით ამერიკის ყურადღება უნდა მივაპყრო პინგ-პონგსო და ამით პინგ-პონგი გავხადო ამერიკაში ცნობილიო და მე ვიყო პინგ-პონგის თავარი სახე ამერიკაშიო. და იმან არა შენ გიჟი ხარ არ გააკეთო ესო და აიღუპავ თავსო და არ გინდაო და მან არა მინდაო და წავიდა. ბოლოს დამარცხდება ბრიტანეთში ტურნირზე, დამარცხდება იაპონელთან სახელად ენდო და ამ თამაშს დაინახავს ერთი ბიზნესმენი და ასეთ შეთავაზებას გაუკეთებს, რომ წავიდეთ ახლა ჩვენო იაპონიაშიო. და მაგტიპთან ითამაშე იაპონიის ტურნირშიო და მაგტიპთან ბოლოს ფინალში წააგეო, იმიტომ რომ იაპონელებს ეგ ძალიან მოეწონებათო, იმიტომ რომ შენ ეს ტიპი გახადე იაპონიის მთავარი გმირიო და მიდი ძმაო, მიდი შებერეო და ბოლოს წააგეო და წილში ხარ, მაგარ მაყუც მოგცემო რა, ანუ ჩავატაროთ ეს ყველაფერი და ამან სიამაყე არ მისცა უფლება მარტის რომ ამას დათანხმებოდა და რა თქმა უნდა უარს ეტყვის, მას ხო დიდება უნდა, მას ის სწრაფვის დიდებისკენ, მაგრამ ფული არ აქვს საერთოდ, დაბრუნდება უკან, დამარცხებული, მერე მისი იდეა რომ შეღებოს ტენისის ბურთები სამაგიდო ტენისის ბურთები სტაფილოსფრად და დააწეროს მის სახელი და ასე გაყიდოს ამერიკაში ეს ისინი და ასე გახდეს მდიდარი და აი მისი სახე მარტის სახე როგორც პინგ-პონგის მთავარი წარმომადგენელი და ამერიკაში და მთავარი სპორტსმენი ეს იდეები ჩაფლავდება, იმიტომ რომ წააგო ტურნირი და დაბრუნდება დამარცხებული, უფულოდ, ყველა მერე რომ იქ რო ჩავა, იქაც პრობლემები ექნება, იმიტომ რომ ოჯახში ატყდება მთელი ამბავი საწადი ეს რა გააკეთე, ოჯახიდან გაიქცევა, მერე აღმოჩნდება რომ მისი შეყვარებული გოგო, რომელიც გათხოვილია ორსულადაა მარტისგან,
ამ პასუხისგებლობასაც არიდებს თავს და მთელი დანარჩენი ფილმი არის სრულ ხათაბალაში ეს ტიპი წრიალებს, ჩალიჩობს რაღაცებს, რომ უკან წავიდეს იმ ტურნირში და გაიმარჯვა. მაგრამ თავარი თემა ამ ფილმის ის არის, რომ პინგ-პონგი თითქმის არ ფიგურირებს ფილმის შუა ნაწილში. ეხლა რაც აღიწერეთ იდეაში და ფილმის დასაწყისი რო აღიწერეთ, თქვენ გექნებათ წარმოდგენა, რომ ეს ფილმი არის სპორტზე. როგორიც არის თუნდაც Raging Bull, თუნდაც Moneyball, თუნდაც Rocky, ეგეც წარმოდგენა შეგექმნებოდათ, რომ ეს არის ტიპზე, რომელიც ისწრაფვის დიდებისკენ, შრომობს, ვარჯიშობს და აი უნდა ეს დიდება რაც სპორტსმენები, ყველა სპორტსმენს უნდა რომ იყოს ჩემპიონი, უნდა რომ იყოს გამარჯვებული. თუმცა ეს ფილმი საერთოდ არ არის სპორტული. საერთოდ არ მოგვიყვება ეს ფილმი იმაზე, რაც იდეაში ფილმის სათაურში წერია, რაც აი მარტი სუპრიმ ქართულად ნიშნავს აღმატებულობას, ამაღლებულობას, რაღაც სიდიადეს ამ ყველაფერს და რეალურად ფილმი სულ სხვა რაღაცაზეა და სანამ გადავალთ იმაზე თუ რაზეა ეს ფილმი, ჩემი ინტერპრეტაციით, მანამდე მოგიყვებით თუ რაზე არ არის ეს ფილმი. პირველ რიგში ფილმის მოქმედება ხდება 50-იანებში. ეს არის 50-იანების ამერიკა და რეალურ ადამიანზეა დაყრდნობილი. ანუ მარტი რაიცმანი ნამდვილად იყო ასეთი პინგ-პონგის მოთამაშე, რომელიც ჩემპიონი იყო, მაგრამ და მის ცხოვრებაზეა ძალიან ისეთ სუბუქად დაყრდნობილი ეს ფილმი. ანუ უფრო შთაგონების წყაროა ვიდრე ადაპტაცია რა. ანუ მის ბიოგრაფიული წიგნიც წაიკითხა ჯორჯ სეფტიმ, მაქედან მოუვიდა ეს შთაგონება, რომ ეს ფილმი გადაიღო, მაგრამ რეალურად მის ცხოვრებაზე არ აქვს გვარით შეცვლილი. ანუ ფილმში მარტი მაუზერია, რეალობაში მარტი რაიცმანია. ამიტომ მისი ცხოვრება აიღო ეს ფილმი აღიქვა როგორც ბიოგრაფიული, თლად სწორი არ არის, იმიტომ რომ რეალური ადამიანის ცხოვრებაზე არ არის დაყრდნობილი. და კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც არ შეიძლება ეს ფილმი ჩაითვალოს ბიოგრაფიულ ფილმად. ბიოგრაფიულ ფილმად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბიოგრაფიული ფილმების, ბაიოპიკებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ელემენტი ამ ფილმში არ არის. ამ ფილმში არ არის საწყისის ელემენტი, ამოსავალი წერტილი არ არის რა. აი კლასიკური მაგალითი რომ მოგიყვანოთ, როგორც იწყება მაგალითად ჯონ ფორდის შედევრი ახალგაზრდა ლინკოლნი, რომელიც მოგვიყვება ლინკოლნის ცხოვრებაზე, თუ როგორ ხდება ლინკოლნი, როგორ გახდა ლინკოლნი ის, ვინც გახდა ის. ეს ფილმი იწყება მისი სოფელში, თუ როგორ ის შეისწავლა და დაინტერესებული იყო იურისდიქციით, ამ ყველაფერს როგორ სწავლობდა, როგორ კითხულობდა წიგნებს იურისდიქციაზე, სამართალზე და ამ ყველაფერზე და როგორ არჩევდა საქმეებს იურიდიული კუთხით, სამართლებრივი კუთხით და არა იმის სხვა უფრო ისეთი ყოფითი ეთიკით. და ჩვენ ამ ფილმს როცა ვუყურებთ ჯონ ფორდის ფილმს, ხვდებით რომ ეს ბიოგრაფიულია, რადგან ამოსავალ წერტილს გვაჩვენებს პერსონაჟი. ჩვენ ხვდებით ეს პერსონაჟი საიდან მოდის. აუცილებელი არ არის ქრონოლოგიურად დასაწყისში აჩვენო ეს ყველაფერი, თუმცა რათა გავიგოთ თუ საიდან მოდის პერსონაჟი, რაც აუცილებელია ბიოგრაფიული ფილმისთვის, ნებისმიერი ბიოგრაფიული ფილმისთვის. უნდა გვაჩვენო მისი საწყისი რა არის, საიდან დაიწყო, რატომ დაიწყო, რა არის მისი შინაგანი კონფლიქტი. ამ ფილმში ამას ჩვენ ვერ ხედავთ. ეს ფილმი იწყება იმით, რომ ეს არის ფეხსაცმლის გამყიდველი და მას უნდა რომ გახდეს სამაგიდო ტენისის ჩემპიონი. თუმცა აი ეს გრძნობები, ეს კონფლიქტი საიდან იბადება, ეს ჩვენ არ გვაქვს. არ გვიჩანს, მაგრამ შეიძლება შევიარაღდეთ იმ არგუმენტით, რომ მარტი არის ებრაელი, მის მშობლები არიან დევნილები, შესაბამისად თვითონაც დევნილია, გამოვლილი აქვს ეს ნაცისტური გერმანია და შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ არგუმენტად, რომ აი ეს სურვილი დევნილობის, მარგინალობის და აქედან გამოსვლის და აღიარების სურვილი აი აქედან მოსდევს, რომ სინამდვილეში მიგრანტია და უცხოა. თუმცა ეს ძალიან აი ქვეტექსტია რა რეალურად. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად იკითხება უბრალოდ თუ იცი ისტორია, ებრაელი მიგრანტების ისტორია ამერიკაში თუ იცი, ეს მარტივად იკითხება ამ ფილმში, თუმცა იკითხება უბრალოდ როგორც მონაცემები და არა როგორც მხატვრული გამოვლინება, აქ რამე მსგავსი მეტაფორა, ერთი-ორი დიალოგი არის მაგ თემაზე, მაგრამ არა ფორმულირებული როგორც მისი ამოსავალი წერტილი, არამედ უბრალოდ გაკვირვით ნახსენები.
შესაბამისად ეს ფილმი ბიოგრაფიულ ფილმად როგორც ასეთ და არ შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ ეს კავშირი ფილმის განმავლობაში მარტისთან ისეთი კავშირი, ადამიანური კავშირი სიამოვნებაში არ გაქვს. ამოსავალ წერტილს ვერ ხედავ რა იმ მომენტს რა თუ როგორ ხდება მარტი მაუზერი ის ვინც არის. ამ მომენტს ჩვენ ვერ ვგრძნობთ რა ეს საწყისი გამჩაღებელი რაღაც ნაპერწკალი არ არის ამ ფილმში. ეს ერთი, მეორე, ეს ფილმი ასევე ვერ ჩაითვლება სპორტის ფილმად სპორტზე. იმიტომ რომ სპორტის ესთეტიკა ამ ფილმში თითქმის არ არის. გვაქვს რა თქმა უნდა, გვაქვს პინგ-პონგის სცენები ძალიან ეფექტური, ძალიან კარგად გადაღებული, მართლა ძალიან ისეთი სანახაობრივი თამაშები. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ გვაქვს ბოლო ეტაპი გადაღებული ამ ფილმში. ჩვენ კი არა, ჯორჯ საფდის აქვს მხოლოდ ბოლო ეტაპი გადაღებული, უშუალოდ მატჩები. თუმცა ვარჯიში არ არის. წვრთნა, გამოწრთობა მარტის როგორც მაგარი ტიპის, მაგარი სპორტსმენის ეს არ გვაქვს. არ გვაქვს ტკბობის მომენტი, თუ როგორ ტკბება, ან თუ რატომ მოწონს, რატომ უნდა კონკრეტულად პინგ-პონგი, რას ხედავს განსაკუთრებულს პინგ-პონგში. ჩვენ ეს არ გვაქვს ამ ფილმში. ის რაც მაგალითად ძალიან დამახასიათებელია ხო სპორტის ფილმებისთვის, გაიხსენეთ ნებისმიერი ფილმი სპორტზე, რავი, იქნება ეს როკი, რო ავიღოთ, აი როკი რო ავიღოთ ეტალონად, სპორტზე ფილმის ეტალონად. იქ ხო ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, როცა მაგალითად ხორის ხორცს რო იყენებს გრუშის მაგივრად და ისე ვარჯიშობს და ვარჯიშის ესთეტიკა, ვარჯიშის კინემატოგრაფიული ესთეტიკა ხო ნებისმიერი სპორტული ფილმისთვის, განსაკუთრებით როკისთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მარტის სუპრიმში არ გვაქვს. მარტის სუპრიმში გვაქვს ბრიტანეთის ჩემპიონატი, რომელიც დასაწყისშია, გვაქვს ბოლოს იაპონიაში ჩატარებული ჩემპიონატი, რომელიც ბოლოსშია და შუაში არის მომენტი, როცა ბარში მივა და გაასაღებს თავს როგორც რიგით მოთამაშეს, არადა პროფესიონალია და ამით ეყუმარება ტიპებს და ახევს ფულს რა. მარტო ეს გვაქვს რეალურად პინგ-პონგზე. ამიტომ სპორტი აქ არის, ფუნდამენტიც ვერ ვიტყოდი რა, სპორტი არის ტრამპლინი. ამ პერსონაჟის გახსნის ტრამპლინი და არა ის რაშიც გამოიწრთო ეს პერსონაჟი. რაშიც გამოვლინდა მისი რაობა, ანუ პინგ-პონგის მაგივრად სხვა ნებისმიერი რამ ყოფილი სპორტიც არა, ნებისმიერი რამ რაში უნდა დაამტკიცო რომ მაგარი ხარ. იქნებ არაფერი არ შეიცვლებოდა რა ეს პერსონაჟი, მაგრამ მაგალითად როკი რო შეცვალო, როკიში და ბოქსიორ კრივის ორთაბრძოლის მაგივრად სხვა სპორტი რო აიღო, ნებისმიერი რა ხო ძალიან შეიცვლება როკი როგორც პერსონაჟი, იმიტომ რომ მისი ხასიათი და მისი რაობა რო ის არის Italian რო არის და აპოლო კრიდს რო ეჩხუბება, რო უნდა ეჩხუბოს, ანუ ეს ესთეტიკა ხო აი ჩაბეტონებულია კრივში კონკრეტულად, კულტურულად, ყველანაირად და მარტი მაუზერი არ არის ეგრე მნიშვნელოვნად გადაჯაჭვული პინგ-პონგთან. ამიტომ აღვიქვათ ეს როგორც სპორტული ფილმი, არასწორია რა. არასწორია, იმიტომ რომ არასწორია რა მხრივ, ჩემი აზრით არასწორია რა თქმა უნდა, მაგრამ იმიტომ არის არასწორი, რომ ვერ ისიამოვნებ ამ ფილმით. სხვა მოლოდინები ექნება თუ გონია რომ სპორტული ფილმია. ეს ორი, ანუ ბიოგრაფიული ფილმი არ არის, სპორტული ფილმი არ არის. ასევე გადავალ ნელა იმაზეც რაც არის. ეს ფილმი არის ღრმად საავტორო ფილმი. შეგახსენებთ რომ ამ ფილმის ბიუჯეტი არის დაახლოებით 70 მილიონამდე. ოღონდ ეს არის პროდაქშენის ბიუჯეტი. ფილმმა გააკეთა 100 მილიონი დაახლოებით. 100-დან 120 მილიონამდე გამოვიდა დეკემბერში. დღემდე არის პრინციპში კინოეკრანებზე, დღეს ჯერჯერობით სტრიმინგზე არსად არ დადებულა, ანუ ცოტა მეც კიდევ გააკეთებს, შეიძლება 120 მილიონს მაგალითად გადაახტეს ცოტათი. ვერ ვიტყვი რომ ფილმმა გაამართლა, მანდამაინც გაამართლა საკუთარი ბიუჯეტი, იმიტომ რომ პროდაქშენის გარდა ხო მარკეტინგის ბიუჯეტია და ძალიან აგრესიული და ისეთი საინტერესო გასაანალიზებელი მარკეტინგი აქვს ამ ფილმს. თუმცა აშკარად ძალიან ბევრი დაიხარჯებოდა ამ ფილმის მარკეტინგში და მე ვიტყოდი რომ ფილმმა არ გაამართლა საკუთარი თავი ფინანსურად. იმ შემთხვევაში თუ ეს ფილმი იქნებოდა თავიდანვე ჩაფიქრებული როგორც კომერციული ფილმი. ეს ფილმი ახლოსაც არ არის კომერციული და მაგიტომ აქვს ეგეთი აგრესიული მარკეტინგი, იმიტომ რომ ფილმი საკუთარ თავს ვერ გაყიდის, რადგან ფილმი არის ღრმად საავტორო.
მარკეტინგით შეფუთეს ეს ფილმი როგორც Dream Big, ისწრაფვე დიდებისკენ, იოცნები, ამ ყველა ესეთი შეფუთვა აქვს ამ ფილმს. თუმცა რომ უყურო, ეგეთი განცდა არ გეუფლება. ეს არანაირად არ აკნინებს არც მარკეტინგს ამ ფილმის და არც თვითონ ფილმს, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ეს არის კომერციული გათვლა მარკეტინგის, რა თქმა უნდა, და არა საიმიჯო. უბრალოდ საიმიჯოც არის, უბრალოდ ფილმს ნაკლებად ეხმიანება ეს მარკეტინგი, რაც მე ეგრე ჩემთვის დიდი მინუსია რა ეს მარკეტინგული სტრატეგიის, როცა უშუალოდ ფილმის შინაარსს მან და მაინც არ ეხმიანება, მაგრამ ფილმის შინაარსი არის ღრმად საავტორო, არ დაგავიწყდეს, ეს არის სეფტი, ჯოშ სეფტი და არა ვინმე სხვა რეჟისორი, რომელსაც ეს არის მაგალითად სპილბერგი, რომელიც ძალიან ისეთ უნივერსალური და დიდი მიზნები და ოცნებები და მოტივები აქვს ფილმში, რომელსაც ყველა გაიგებს რა, ფაბელმანებს ახლა არ ჭირდება არანაირ ლორის სოდნა რომ გაიგო და იგივეს ვერ ვიტყვი მარტის სუპრიმზე. ლორის სოდნა აქ არ გჭირდება, მაგრამ აქ სეფტი მაინც დარჩა თავის სამყაროში. იქნება ეს მხატვრული ოპერატორული ნამუშევარი, რეჟისორული დადგმა, პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულება, როგორც ზუსტად იგივე აქვს, თითქმის იგივე აქვს, როგორც ეს არის Good Time-ში, როგორც არის Uncut Gems-ში, და როგორც დარჩა პრინციპში აქ. სამივეგან მთავარი პერსონაჟი წრიალებს, აშავებს, სულ რაღაცა რომტრიალშია, აურზაურშია, პრობლემებშია, თუმცა თუ Good Time-ში და Uncut Gems-ში სპოილერი, ყველაფერი თავდება ძალიან ცუდად, Uncut Gems-ში განსაკუთრებით, აქ ყველაფერი თავდება კარგად. და ეს ფილმი, როგორც უკვე ვთქვი, არის საავტორო ფილმი, რომელიც მოგვიყვება არა დიდებაზე და გამარჯვებაზე, არამედ ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე და პასუხისგებლობისგან გაქცევის სურვილზე. და მისგან ვერ გაქცევაზე რეალურად და ახალი ღირებულების აღმოჩენაზე. უფრო მეტად ღირებულის, ვიდრე სპორტია. ამაზე მოგვიყვება ტავტოლოგიისთვის ბოდიში. ღირებულის ტავტოლოგია არ არის ლამაზი, მაგრამ არა უშავს მიხვდით რასაც გულისხმობ. და რაზეა ეს ფილმი? თავდაპირველად რომ ავხსნა რაზეა ეს ფილმი, უნდა მოგიყვეთ თუ როგორი სტრუქტურა აქვს ფილმს. ფილმის პირველი სცენა, სადაც ფეხსაცმლების მაღაზია, მარტი მაუზერი ყიდის ფეხსაცმელს, შემოდის რეიჩელი, ოდესა ზიონი თამაშობს მის საყვარელს, შემოდის კითხულობს ეს ფეხსაცმელი თუ გაქვთო, ეს ეუბნება რომ კი მაქვს, აი სათავსოში შემოდიო, შეიყვან სათავსოში, ექნება სექსი და აქ იქნება ჩასახვა. და მე ხედავთ თუ როგორ შედის 3D ისა რა ქვია მთლიან ეკრანზე ტიტრები გამოდის და ფონზე არის 3D გრაფიკა თუ როგორ შედის სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში და ხდება ჩასახვა. ეს არის პირველი სცენა სტრუქტურულად. ბოლოს თავდება ყველაფერი სუსუ ბოლოს სცენა არის დაბადების სცენა, ხო? უფრო სწორედ დაბადების უშუალოდ არა, ჩვენ მარტი ხედავს საკუთარ შვილს და ტირის. ანუ ფილმი იწყება ჩასახვით, თავდება დაბადებით. შუაში თითქოს არის მარტის ცხოვრების გარკვეული ეტაპის უკუთვლა, თითქოს აი ჩასახვიდან ეს უკუთვლა დაიწყო, დაბადებით დამთავრდა და ეს დრო არის მარტის უაზრო წრიალის დრო. აი უაზრო ბოდიალის, მაიმუნობის, პასუხისგებლობისგან თავის არიდების, ბავშვურობის დრო, რომელიც ფილმის ბოლოს მთავრდება, იმიტომ რომ ფილმის ბოლოს მარტი გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე და შუა ნაწილში აბსოლუტურად უაზროდ ცხოვრობს ეს ადამიანი. აქვს აი საშინელ ხათაბალებში ეხვევა რა მის მეგობრებთან ჭყალებში. გოგო მოდის ეუბნება ორსულად ვარო, თავი დამანებე გარბის, არ უნდა ამის პასუხისგებლობის აღება. კაცი ეტყვის, რომ აბანოში არ შეხვიდე, ეს ამ სასტუმროში ცუდი იატაკი არ გინდა, შევა აბანოში, იატაკი ჩაინგრევა, ქვედა მეზობელს ხელს მოტეხს და ამიტომ ის კაცი, რომელსაც სხვა შორის აბელ ფერარა თამაშობს, არის პერსონაჟი არის ვიღაც დიდარი ბიზნესმენი, ცოტა კრიმინალი, ცოტა საშიში ტიპი და ძაღლი ყავს ვეტერინართან წასაყვანი და მარტი წაიყვანს მაგის-მაგივრად და ძაღლსაც მიატოვებს. მერე ფულს აიღებს, ძაღლს მიატოვებს. მერე ძაღლი სადღაც დაიკარგება. მერე შეყვარებულთან ერთად მანქანით ამ გოგოსთან რეიჩელთან ერთად მივა რაღაც დიდ სახლს გაჩითავს, სადაც ეს ძაღლი ამ სახლის პატრონი აღმოჩნდება ვიღაც გიჟი კაცი, რომელიც თოფით გამოვა და მერე რეიჩელი ამას მანქანით გაიტანს.
და გაიქცევიან, ანუ და ძაღლს დატოვებენ. მე ეს კაცი ამ ძაღლს ეძებს ის ბიზნესმენი. ეს პრობლემები, ანუ სულ პრობლემებში მე ამას გოგოს მიატოვებს. წავა იაპონიაში, ამ ბიზნესმენს დათანხმდება, რომ კი დავიმცირებ თავს, წავაგებ იმ ენდოსთან, თავი დამანებოს ოღონდ და ოღონდ ფული მომეციო. ამაზე დათანხმდება. მე ენდოსთან წააგებს, მე აღმოჩნდება, რომ ხორს უნდა აკოცოს და ამაზე უარს იტყვის და მე ენდოს მეორე მატჩს ეთამაშება, მოუგებს, გაუხარდება. და აქ არის საინტერესო მომენტი. მას გაუხარდება, კი. ზუსტად ისე დაწვება იატაკზე გახარებული, როგორც ენდო დაწვა, მაშინ როცა მას მოუგო. მაგრამ მხატვრულადაც ჯოშ სევდის ეს არ გადაუღია ისე, რომ აი მისი გახარება ისე დაგამახსოვრდეს და მისი ბედნიერება და ეს გამარჯვება ისე მოხვდეს გულში, როგორც აი როკის გამარჯვება გამახსოვრდება რა. მაგრამ მეორე სცენა ამის შემდეგ რაც ხდება, ის ბრუნდება უკან. წაგებულია, ანუ უფულო, იმიტომ რომ ბიზნესმენს ანუ იმან უთხრა, რომ ჩემო ძმაო, შენ აქ მითხარი, რომ წააგებდიო და ხ თუ მოიგე, დავაი აქედან რა, ანუ ფულს არ მოგცემო. ჩამოვა რაღაცნაირად. ნახავს რეიჩელს, რომელმაც იმშობიარა და ნახავს თავის ბავშვს. და ეს სცენა არის წარმოუდგენლად სენტიმენტალური. იმიტომ რომ უყურებს თავის ბავშვს და ტირის. ტირის ძალიან ისე კარგად რა, ტიმოტი ძალიან მაგრად ასრულებს თავის როლს და ძალიან მაგრად შევიდა ამ როლში და ნუ 10-დან 10 უბრალოდ ეს ბიჭი ოსკარის დამსახურებაზე თუ ვსაუბრობთ, ნამდვილად იმსახურებს. უყურებს თავის ბავშვს, ტირის გამწარებულია, აი, ოღონდ სიხარულისგან, განასევდისგან. და აი, რატომღაც ჯოშ სევდიმ გადაწყვეტა, რომ მისი ცხოვრების მიზანი რაც იყო, პინგ-პონგის ტურნირში გამარჯვება, ეს ნაკლებად სენტიმენტურად ეჩვენებინა. ვიდრე ის, რასაც მთელი ფილმის განმავლობაში გაურბის. რაც არის რომ სხვა ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა ახალი სიცოცხლის შემოშვება საკუთარ პირად ცხოვრებაში. ამას მარტი უფრო დიდი სენტიმენტებით იღებს, ვიდრე ტურნირში გამარჯვებას, რაც მისი ცხოვრების აზრი იყო მისი აზრით. მაგრამ მე მიხვდა რომ აი ეს უფრო ღირებულია. უფრო ღირებულია რომ სხვა ადამიანი როცა შემოყავს შენ ცხოვრებაში. ეს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე რაღაცა ტურნირს რომ მოიგებთ, არა, მოიგე, და აი ვიღაცებს რაღაცა დაუმტკიცეს აღულ. კაია, მაგრამ აბა აი ბავშვი რო ყავს ეს უფრო კაია, მიხვდება ამას ბოლოს. ამიტომაც ეს ფილმი არ არის სპორტზე, ეს ფილმი არ არის ვიღაცა ერთი ადამიანის ისტორია, ეს ფილმი არის იმაზე, ეს ფილმი არის პასუხისმგებლობის აღების სილამაზეზე. ამიტომაც მომეწონა ეს ფილმი, რომ ცოტა გატეხა ჟანრის კანონები. მოლოდინი შეგვიქმნა სხვა და სხვანაირი რაღაც გვანახა და ეგ ასწორეს პირიქით. კარგი იყო, ამიტომ თვლი რომ მაგარი ნამუშევარია. ცალკე ვისაუბროთ ამ ფილმის მუსიკაზე. სცენა, სადაც სპერმატოზოიდი შედის კვერცხუჯრედში, სადაც ხდება მარტის მომავალი შვილის ჩასახვა. არის ხდება Forever Young როა სიმღერა მაგის თანხლებით. არ მახსოვს ვინ ასრულებს მაგას. ალფაბილია ჯგუფი, რომელიც მღერის მაგ Forever Young, I wanna be forever young თუ რაღაც ეგეთი. ხო და რაზეა ხო ეს სიმღერა არის აი ახალგაზრდობის ჟინზე და სიჯიუტეზე და სურვილზე, რომ სულ ახალგაზრდა იყო. ამით იწყება ფილმი და რეალურად მარტი ხო მაგას ცდილობს მთელი ფილმის განმავლობაში, რომ აი სხვებზე პასუხისმგებლობა არ იყოს, სულ აი ეს ახალგაზრდა თავქარიანი ტიპი იყოს, ხო? და ფილმი რომ თავდება, საკუთარ შვილს რო უყურებს და ტირის, მე არის სიმღერა Tears for Fears-ის სიმღერა Everybody wants to rule the world. მგონი ეგრე ქვია და მაგ ფილმის აზრი რა არის? მაგ ფილმის მაგ სიმღერის არსი არის ის, რომ ძველი ეტაპი დამთავრდა და ახალი ეტაპი დაიწყო. სიმღერა ზუსტად ისე როგორც Forever Young. ეს სიმღერაც Tears for Fears-ის ეს სიმღერაც მიემართება, რა თქმა უნდა, ცივ-ომს, 80-იანების სიმღერა ორივე და ფილმში ძალიან ბევრი საუნდტრეკია 80-იანებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები 50-იანებში მიმდინარეობს. და რატომ არის ეგრე? იმიტომ რომ 50-იანები ამერიკისთვის არის ახალი ეტაპი. მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და 50-იანებში დაიწყო ცივი ომი. და ეს 50-იანები აღინიშნება როგორც აი ამერიკაში ეს ახალი ეტაპი და 90-იანები არის პოსტ-ვიეტნამის ომი, 70-იანებში დამთავრდა ვიეტნამის ომი და 80-იანებში პრინციპში მიინავლება ნელ-ნელა ცივი ომი.
და იწყება ახალი ეპოქა. ანუ 50-იანების ახალი ეპოქის გარდამავალი პერიოდი, 80-იანების ახალი ეპოქის გარდამავალი პერიოდი. ამიტომ არის ეს ასე ვთქვათ დიფუზია ამ ორი ათწლეულის რა. 80-იანები გამოიხატება მუსიკაში და 50-იანებში პრინციპში ხდება მოქმედება, ხო? და ფილმი იწყება Forever Young-ით და მთავრდება იმით, რომ ახალი ეტაპი იწყება მუსიკაში ამ სიმღერაში, ხო, ამაზეა რეალურად. და ამიტომ არ მიმაჩნია სპორტულ ფილმად. ეს აქედან დავასკვენი, აქედან მივედი ამ დასკვნამდე რა, რომ აი მუსიკა რატო აირჩია ჯორჯ სევდიმ კონკრეტულად ეს ორი სიმღერა დასაწყისში და ბოლოში და რატოა გადაწყვიტა, რომ დასაწყისში და ბოლოში გვაჩვენოს ჯერ ჩასახვა, მერე დაბადება. ანუ გამოდის რომ სტრუქტურულად ეგრე შეკრა ნამუშევარი. და აი ეს არის ფორმა ამ ნამუშევარის და ეს არის გზავნილი გზავნილი არა, აი არსი რა, რეფლექსია უფრო. რაღაც დონეზე ვიდრე აი ის რო აი რაღაცკენ მოწოდება ნაკლებად. ხო, მუსიკა ეგ არის. სხვა თემა რა, ხო, მარკეტინგი. მარკეტინგიზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მანდ ჩემი პრეროგატივა არ არის მარკეტინგზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის სფეროში მიმუშავია. მაინც დეტალური ანალიზია მარკეტინგული სტრატეგიის მაგათი სხვაგანაც ნახავთ, არ არის იმდენად ჩემი აზრით არ არის იმდენად ორიგინალური და საინტერესო ეს მარკეტინგული სტრატეგია, იმიტომ რომ არ მიემართება ფილმს. მარკეტინგული სტრატეგია, მაგათი მარკეტინგული სტრატეგია არის დიდების ირგვლივ, რომ აი Marty Supreme, Dream Big, Marty Supreme, Dream Big, ყველაფერი ეს რა და ტიმოტი შალამე არის, რა თქმა უნდა, მარკეტინგის მთავარი წინამძღოლი, რა თქმა უნდა. ტიპებმა დადეს Zoom call-ი, მათი brainstorming-ის Zoom call-ი, სადაც განიხილავს ტიმოტი შალამეს თავაზობს გუნდს ამ იდეებს, რაზე შეიძლება იყოს 24-ის YouTube channel-ზე დევს. ეს Zoom call-ი და ამით შექმნეს ფაქტობრივად ლორი მათი მარკეტინგული სტრატეგიის, იმიტომ რომ ფანებმა ამას უყურეს და მე უშუალოდ რომ ჩაეშვა ის მარკეტინგი, ფანებმა თავი იგზნეს თითქოს თანამონაწილეები არიან ამის შექმნის რა. აი კარგი მიგნება იყო ის უეჭველი მერე სხვები გაიმეორებენ ამას ყველა პონჩში. როგორც პრინციპში ტიმოტი შალამემ რაღაც დონეზე გაიმეორა ბარბენჰაიმერის მარკეტინგი, როცა ახლა Doomsday-ის როცა გააკეთებს. ეს არის და ეს მოკლედ. და ეს ყველა ტანსაცმლები, ზედა, Marty Supreme, სტაფილოსფერი ბურთები, ეს ყველაფერი უფრო მიემართება იმაზე, რომ ტიმოტი შალამე გამოაჩინონ მსახიობად, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. ამ ფილმისთვის მან ძალიან ბევრი 2018-ში შესთავაზა ჯორჯ სევდიმ ამ ფილმში თამაში. და იქიდან მოყოლებული იმზადება ფაქტობრივად 5 წელია თამაშობს პინგ-პონგს და პროფესიონალურ დონეზე სწავლობს ამას, რომ პროფესიონალურზე რა ახლა თვითონ თქვა რომ მე იმ დონეზე ვიცი პინგ-პონგი, რომ სანახაობრივად ვითამაშო და პრინციპში სანახაობრივად თამაშობს ფილმში. სპეციალურად ესე იგი დადიოდა სქელი დიოპტრიანი სათვალეებით, რომლებიც რაღაც -9 თუ -10 თუ რაღაც ეგეთია და რომელიც გიფუჭებს რეალურად მხედველობას. იმიტომ რომ მარტი მაუზერი ეგეთი სათვალეებით დადის და თვითონაც ეგეთი უნდა რომ უფრო როლში შესულიყო. ძალიან ისე მეთოდ აქტინგი აირჩია. ყველა გადაღების წინ იკეთებდა მეიკაპს, რომ უფრო აკნე და დაბინძურებული სახე ქონოდა. იმიტომ რომ 50-იანებში მანდა მაინც სახის მოვლის კულტურა არ იყო ის და შესაძლებლობაც არ იყო შესაბამისი რა. რომ აი უფრო ავთენტური ყოფილიყო მისი პერსონაჟი. და ეს ყველაფერი და თუნდაც შარშან რა სპიჩიც ქონდა, როცა ბაფთას ჯილდო აიღო, რომ მე დიდებისკენ ვიღწვიო. რა თქმა უნდა, ეს Marty Supreme-ის ფარგლებში იყო, Marty Supreme-ის მარკეტინგის ფარგლებში იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ რეალურად ფილმის მარკეტინგი კი არ არის ეს არის ტიმოტი შალამეს მარკეტინგი. თან თმები გადაიპარსა და გადაიხოტრა, იმიტომ რომ კაცად აღიქვა ამერიკის კინოაკადემიას. აქამდე აღიქვამდნენ როგორც აი შაქრიან საყვარელ ბიჭს, რომელზეც სველდებიან 20 წლის გოგოები. ეს მარკეტინგულად ძალიან მომგებიანი რაღაცა რეალურად, ანუ ფილმს მაგრად ყიდიც ეგ, მაგრამ ამერიკის კინოაკადემიას არ აინტერესებს ეგ, ანუ ოსკარს არ უყვარს ახალგაზრდა ბიჭები, ოსკარს უყვარს და ძალიან სექსისტურად ჟღერს ვიცი, მაგრამ სიმართლეა, ოსკარს უყვარს ზრდასრული კაცები და ახალგაზრდა ქალები. ანუ გადახედეთ
ვინ მოიგო ყველაზე ახალგაზრდა კაცი რომელსაც ოსკარი მოიგო ედრიენ ბროუდი და ის იყო 29 და 39 წლამდე ოსკარი ჰქონდა ჯენიფერ ლოურენს, ემა სტოუნს, რა ვიცი, კიდევ რამდენიმეს გახსნა ნატალი პორტმანს, ანუ შეგიძლია გაიხსენო რა რამდენიმე სახეობი ქალები და ძალიან ბევრი რომელმაც ახალგაზრდობაში მოიგეს ოსკარი და კაცებს როგორც წესი არა, კაცები უფრო ზრდასრულ ასაკში იგებენ ოსკარს. და ტიმოთი შალამემაც მაგიტო ამ მარკეტინგს მიმართა რა, ანუ შეიცვალა იმიჯი, უფრო დაკაცდა, უფრო ისეთ რომ ამერიკის კინოაკადემიის რესპექტი მოიპოვოს და დიდი ალბათობით აიღებს კიდეც ოსკარს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ იტან ჰოუქსას აქვს შანსები, იმიტომ რომ ისეთ პერსონაჟს თამაშობს და ისე კარგად თამაშობს, თან უფრო მეტი სივრცე აქვს იქ თამაშის. ვიდრე აქ პრინციპში არ ვიტყუები ახ. იმის თქვა მინდა რომ Blue Moon-ში იტან ჰოუქს ძალიან დიდი სივრცე აქვს დათმობილი უშუალო სათამაშოდ, მაგრამ მარტი სუპრიმშიც ტიმოთი შალამესაც ძალიან დიდი სივრცე, იმიტომ რომ კამერა სულ მაგას უყურებს სახეში ახლო ხედები. ფილმი აგებულია მთლიანად ახლო ხედებზე, როგორც პრინციპში სევდის ყველა ფილმი. ფართო ხედები საერთოდ არ გვაქვს, საერთოდ. იმიტომ რომ მაყურებელმა უნდა იგრძნოს იქ ყოფნა, უნდა იგრძნოს ისტორიის ნაწილად თავი და არა უბრალოდ დამკვირვებლად. ეს არის და ეს მოკლედ. დიდი ალბათობით შალამეს არის ოსკარი, მე არ ვთვლი რომ მარტი სუპრიმი საუკეთესო სურათის ოსკარს მოიგებს, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, არც არ არის იმაზე როგორც არის შეფუთული. და როგორც წესი ეგეთი ფილმები ვერ იგებენ საუკეთესო სურათის ოსკარს. საუკეთესო სურათის ოსკარი გარანტირებული აქვს ჩემი აზრით პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგს და სხვა ნომინაციებში ვნახოთ. საუნდტრეკებში ალბათ შეიძლება რომ მოიგოს. ლოპატინის ორიგინალურ საუნდტრეკებს გულისხმობ, ახლა ძალიან კარგია. და პრინციპში აქვს შანსი, თუმცა იქ სინერსიც გაიწევს საუკეთესო საუნდტრეკის ჯილდოზე. მოკლედ, მეგობრებო, ფილმი მიმოვიხილეთ, ყველაფერი განვიხილეთ, ცოტა გრძელი გამოვიდა, არ მეგონა რომ თლად მაგდენი გამოვიდო და გადავამოწმე ხარ ამე ხომ არ გამომრჩა. ხო, რავი, მეორე ხარისხოვანი მსახიობი გამორჩა, მაგრამ ანუ ტეილორ კრეატორი ძალიან კაია, გვინეთ პელტროუ მშვენიერია, კევინ ოლირი მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ცუდი კაცი არის რეალობაში, ისეთ თამაშობს მანდ. დევიდ მემეტს არ ველოდი, არ არის ცუდი, აბელ ფერარა ძალიან მაგარია. ყველა კარგია მაგ ფილმში და ყველა ძალიან კარგად თამაშობს და ანუ ვისაც ახსევთ ის კინო მიცით, ყველა მიცით, რომ უყვარს არამსახიობების აყვანა, ხშირად ათამაშებს არაპროფესიონალ მსახიობებს, ან ტიპებს, რომლებიც ვაფშე მსახიობები არ არიან, ხშირად ათამაშებს თავის ფილმებში. ამიტომ ახლა არ გამიკვირდა, რომ ტაილერია, კევინ ოლირია და ჩაოლებრივი ამბავია პრინციპში სევდისთვის და სულ კარგად თამაშობს ყველა მის ფილმებში. ამიტომ დღეისთვის მოურჩები ტიმოთი შალამეს ვუსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ ეგ ტიპი ძალიან მევასება, ძალიან მაინტერესებს, ძალიან კარგი და საინტერესო მსახიობია. არ არის რაღაც მართლა ერთგანზომილებიანი ტიპი არ არის ახლოსაც, რა ძალიან კაი ტიპია და ძალიან დიდი ფილმოგრაფია იქნება მას დარწმუნებული ვარ და ეგეთი ტიპები ალამაზებენ კინოს ისტორიას რა და ასწორებს რა ეგეთი ამბიციურობა, მიზანდასახულობა ძალიან კაია. მე დღეისთვის დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ეს არ იყო კინოამბები, შესაბამისად კლასიკური დამშვიდობება არ მექნება, იმიტომ რომ ის მაინც კინოამბებს უხდება. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ კინომოყვარულ მეგობრებს, დააკომენტარეთ თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და მე დღეისთვის დაგემშვიდობებით, აბა თქვენ იცით. Peace out.